ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მძღოლები, რომლებიც სასწრაფო სამინისტრო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობენ, დაჯარიმდებიან. სამედიცინო ცენტრი ამ მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას აპირებს. რა წერია კანონში და როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თემურ ბარკალაია მოვიწვიეთ სტუდიაში. დილამშვიდობის ბატონ თემურ. მადლობა მოგდენებისთვის. ზოგადად პრობლემის მასშტაბურობაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და არის თუ არა ეს ძირითადი მიზეზი სასწრაფო დახმარების დაგვიანებისა მოუწესრიგებელი მოძრაობა ქალაქში? ძირითადი მიზეზი ეს არ არის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი კომპლექსური ზომა, რომელიც მისაღებია, იმიტომ რომ ეს ზომა თუ არ მივიღეთ, ჩვენ ბევრ რაღაცას ვერ მივახცევთ. კი, ჩვენ რატო გავამახვილეთ ამაზე ყურადღება? ყურადღება გამახვილდა იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ალბათ ყველას აქვს შემჩნეული, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის და აქ ჩართული სპეც სიგნალები, ციმციმა, ხმოვანი სიგნალები, ძალიან ხშირ შემთხვევაში მანქანას უბრალოდ არ უთმობენ გზას. კი, ამის შემთხვევებში ხშირად ხდება, აი ბექა მოიყვანაგებით მაგალითად დღეს. ეს ყოველდღიურად ნახავთ ქალაქში, თუმცა ბატონო, რამდენად იქნება ეს პრევენციული ღონისძიება? რამდენად ფიქრობთ, რომ თქვა ეს ჯარიმა, რომელიც 30 ლარის ოდენობისა და რომელიც აქამდე იყო ისედაც კანონში გათვალისწინებული, თუმცა აღსრულება არ ხდებოდა, თქვენ წამოწიეთ ეს თემა, ასე თქვა წინ და როგორ მოხდება მისი აღსრულება და იქნება თუ არა ეს თავი და თავი იმის, რომ თქვა გამოსწორდება ეს პრობლემა. მოდი ჩვენ დავიწყებთ და როგორ იქნება, რა იქნება, შედეგებს ნახავთ, ხო და რატო ეს კანონი მართალ ეხართ იყო ყოველთვის და ჩვენ დავიწყეთ უბრალოდ ამ კანონზე გავამახვილეთ ყურადღება იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ის საშუალება, რითაც დავაფიქსირებთ ამ ასე ვთქვათ შემთხვევას. ანუ ჩვენი ყველა მანქანა აღჭურვილია ვიდეო ჩამწერით, რომელზეც ვიდეო რეგისტრატორით და ჩვენ შეგვიძლია ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით, ამაზე ქონდა მოლაპარაკება, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა იქნება ამოღებული ამ ჩვენი ვიდეო რეგისტრატორიდან, გადასამართებული საპატრულო პოლიციაში და საპატრულო პოლიცია მიიღებს სათანადო მყისიერ ზომნებს ასეთ ზომნებს. ფაქტიურად დაიწყო უკვე, ფაქტიურად დავიწყეთ და როგორც კი ჯერ არ არიან, მაგრამ რეალურად უკვე ეს რო გაჟღერდა, თუმცა ხედავთ, რომ ხალხმა უკვე ნელა-ნელა დაიწყო ჯარიმის გაზრდა. მე ამ შემთხვევაში არ ვამბობ იმას, რომ მეტი ჯარიმა საჭირო, თუმცა მე უგულისხმობ იმას, რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა მოგვარდეს. ჯარიმის ზრდა ხომ არ იგეგმება, ანუ გამკაცრება ამ პუნქტით კანონ პროექტის. მოდით ასე ვთქვათ, ჯარიმა არავის არ გვიყვარს, ეს არის არაპოპულარული ზომა, მაგრამ ეს არის ის სამწუხაროთი ზომა, რომელიც არის მისაღები. თუმცა ამ შემთხვევაში ვაფერხებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, და წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ცუდი თემა, როცა შეიძლება ეს ასე მომოდიოდეს თქვენ ახლობელთან, თქვენ ათესავთან და ვიღაცა ურჩი მძღოლი არ უთმობდეს გზას. აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება არის ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ძალიან ორგანიზებულად ხდება ევროპის ქვეყნებში, მანქანები უთმობენ გზას სასწრაფო დახმარების მანქანებს. რატომ არ ხდება ეს საქართველოში? ეს არის მენტალური პრობლემა. ჯარიმები რამდენად მოაგვარებს ამ საკითხს? თუმცა ალბათ ეს ტრენინგებიც სტარდება, იმიტომ რომ რეალურად ისეთ მობილ გზას, რომ შესაბამის მომზადების გარეშე ძალიან რთული იქნება. თუ ახსოვთ გვედების პრობლემა. დიახ. აი, მოდით ასე ვთქვათ, გვედებიც კანონით გაწერილი იყო, რომ გვედები ყველას უნდა გვეკეთოს, მაგრამ სანამ არ შემოვიდა ჯარიმა, არავინ არ იკეთებდა ამ გვედებს. თუმცა ეფექტური აღმოჩნდა და არა მარტო ეფექტური აღმოჩნდა, მე შემიძლია ვკითხათ, რომ ბეჭდ ექიმი ვარ და შეხვედრივ იმ სიტუაციის, როცა აი ამ ჯარიმებმა გამოიღო თავის ეფექტი, არა მარტო იმით, რომ ხალხმა უბრალოდ გვედები გაიკეთა, არამედ იმით, რომ ვისაც უკვე გვედები ჰქონდა გაკეთებული, ნაკლებად ტრავმატიზმი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩა. ბატონო თემო, თქვენ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მაშინ საუბრობდით გახშირებულ დაგვიანებებზე და პრეტენზიებზე მოსახლეობის, მაშინ თქვენ ახსენეთ, რომ იწყებდით მუშაობას ამ მიმართულებით, ამ კუთხით დღეს რა ეტაპზე ვართ? ჩვენ უკვე გამოსწორდა თუ არა, რა იმით თქვა? კი, გამოსწორდა გამოსწორდა მენეჯმენტში ჩვენ შევცვალეთ რაღაცები, რასაც ძალიან მალე უფრო კარგად იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა. დაიკლო პრეტენზიები, რომელიც აქამდე იყო და ჩვენ გავხსენით რამოდენიმე ერთი ქვეფილიალი გავხსენით და ვამზადებთ, რომ ახალი ფილიალი გავხსნათ. ფაქტურად დამთავრდა რუქის დამზადება, გეოგრაფიული რუქის და სტატისტიკური მონაცემების ფაქტურად ვამთავრებთ უკვე და გვექნება სრული სურათი ამ წუთას რა ხდება ქალაქ თბილისში და რა შეიძლება რომ შევცვალოთ, როგორ შეიძლება რომ ოპტიმიზაცია გავაკეთოთ. რამდენად მიზანშეწონად მიგაჩნიათ, რომ დაემატოს თქვა პერსონალი ან ავტომობილები და აქ რუქის საკითხიც, რომელიც ახსენდა ფილიალების რეალურად გაიზარდა თბილისის მასშტაბით, თუმცა არ გაზრდილა და არ გადახედულა ის ადგილები, სადაც ზუსტად თქვენ უპასუხეთ იმას, რასაც მე უნდა მეთქვა. ზუსტად ამას ვაკეთებთ. ეს ყველაფერი როგორც კი დამთავრდება, ჩვენ გვექნება ის სურათი,
რა გავაკეთოთ, რა მიზნები გვაქვს და რა გავაკეთოთ. ამას უკვე მივზდეთ ეტაპობრივად და ეს შესრულდება დავიდან ბოლომდე. მე მაინც მინდა ძალიან დეტალურად დაუბრუნდეთ მძღოლების თემას. როგორ მოხდება, ანუ პროცედურა რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, არ უთმობს მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას ადგილს, რა ხდება ამის შემდეგ? რა ხდება ამის შემდეგ? მძღოლი, სასწრაფო მანქანის მძღოლი, ჩვენი მძღოლი გადმოგვცემს იმ ვიდეო ჩანაწერს. ანუ აფიქსირებს ამ ფაქტს, საპატრულო პოლიციას და უკვე საპატრულო პოლიცია თავის მექანიზმს ჩართავს და უკვე იქნება დაჯერებული. ანუ ადგილზე არ ხდება დაჯერებული. არა, ესეც იყო ერთ-ერთი პრობლემა, ამიტომ რომ ვერ ფიქსირდებოდა ეს ასეთი ჯარიმები, ვერ ვაფიქსირებდი და ლაპარაკით ბევრი რაღაცა ხდება. შეიძლება იმ მომენტში პატრული ახლოს არ იყოს, ვერავინ ვერ დაინახოს. უკვე ეს რომ ოფიციალურად დაფიქსირდება, ჩვენ ამას ვაძლევთ ოფიციალურ სახეს და ვაგზავნით საპატრულო პოლიციაში და საპატრულო პოლიცია უკვე მიხედავს ყოველ ასეთ ჯარიმას. ვიდეო ჯარიმის სახით, როგორც კი, ვიდეო ჯარიმის აპრობელებული მეთოდი. ბატონო თემურ, სამუშაო ჯგუფიც მინდა გკითხოთ, როგორც თვით შექმნილი აქვს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს პრობლემატიკაზე. როგორ მიმდინარეობს მუშაობა, რამდენად აქტიურად და კომუნიკაცია თქვათ როგორია საჭირო უწყებებთან. აქ ამ შემთხვევაში ვახსენეთ ჩვენ საპატრულო დეპარტამენტის კომუნიკაცია, თუმცა ბევრ სხვა უწყებასაც გიწევთ თქვენ კომუნიკაციას. ჩვენ ძალიან კარგად მუშაობთ და მადლობა მინდა უთხრა როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე სამაშველო სამსახურს, იმიტომ რომ ძალიან გვეხმარებიან. ასევე ჩვენ სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი, ერთად მუშაობთ, ერთობლივი ჯგუფი გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერიასთან, 112-თან და ერთობლივად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მომავალში ჩვენმა მოსახლეობამ უფრო კარგად და უფრო კარგი სერვისი მიიღოს სასწრაფო დახმარების სახით. 112-ის ნომრის შეცვლაზე იყო საუბარი ცხის გადასვლაზე ამას. ვინ გითხრათ არ ვიცი, ადრე იყო საუბარი და მინდა ვფიქროთ ავადმყოფს. კი ბატონო, ვიღაცა იტყვის, რატომღაც ამას აჟღერებენ, მიაწერენ ეს თქვა ვიღაცამ. ანუ ეს საკითხი მოხსნილია რეალურად. ეს საკითხი არც დამდგარა რეალურად და ანუ ადრე იყო თემა, რომ დაგვიანების მიზეზი თქვა 112-ის გადატვირთულობა, თუმცა თქვენ განმარტეთ არაერთხელ მინდოდა კიდევ ერთხელ დაგეზუსტებინათ, რომ სიშვიდის შეგრძნება იმძაფრდება. უკვე დიდი მადლობა მობრძანებისთვის წარმატებების გისურვებთ. ყოველთვის მეგობრებო. მადლობა ბატონო თემურ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თემურ ბარკალა იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ კი გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმი იმართება, საქართველოს-ავსტრიის ფორუმი, რომელიც სასტუმრო თბილისის მერიოდში 10-ის ნახევარზე დაიწყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი